მანამდეც თქვი სუნძის სიტყვები, რომ ომის საკითხი არის ქვეყნის რო გავუმარტივოთ ეგზისტენციალური არსებობის საკითხი და ვინმე არ იფიქროს ახლა ჩვენ აქ რომ კი მილიტარისტულ საკითხებს ვეხებით და ძალიან ისე მომთხოვნათაც, ხო? მაგრამ სწორედ ის რომ მშვიდობა რიანი განვითარება სახელმწიფოს და მისი ეროვნული ინტერესების მიღწევა არის უმთავრესი ამოცანა. ამისთვის არის აუცილებელი რომ შენ უსაფრთხოების სფეროში ზოგადად და კონკრეტულად თავდაცვის უნარიანობაში ისეთ მზაობას მიაღწიო შენი რესურსების მაქსიმუმიდან გამომდინარე, რაც შეგიძლია, რომელ ძალისხმევასაც ჩვენ ახლოს არასოდეს არ მისვლათ იმის გაკეთებას და რაც ჩვენ აი ამ რესურსებითაც კი შეგვიძლია, ხო? ეს არის სწორედ მაქსიმალურად ისეთი შეკავების ფაქტორის შექმნა, რაც მაქსიმალურად გადაადებინებს ან გაუძვირებს ნებისმიერ აქტორს, გინდა ეს რუსეთის ფედერაცია იყოს, ხელახალი სამხედრო აგრესიის პირობას. ეს ერთი და მეორე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ხედავთ რა სამყაროში ვცხოვრობთ. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია არის სწორედ ის მაგალითი, რომელიც გეუბნება, რომ არასოდეს არ თქვა, არასოდეს რომ არაფერია ისე მუდმივი სახელმწიფოთა შორის ცხოვრებაში, როგორც ცვალებადობა და საუკეთესო მოკავშირე ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მისი ინტერესების დასაცავად ეს არის ყოველთვის მისი საკუთარი შეიარაღებული ძალები და მასზე ზრუნვა, იმიტომ რომ თუ შენ არ ხარჯავ შენი შეიარაღებული ძალებისთვის, შენ მოგიწევს ხვისი შეიარაღებული ძალების რჩენა და ამას ძალიან კარგად ხედავთ აი ამ მოვლენებზე, რასაც ჩვენ დღეს სოფლიოში ვუყურებთ. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა მართლა მშვიდობა, ხო? უნდა ყოველთვის ვემზადებოდეთ მაქსიმალურად ომისთვის და ეს იქნება საუკეთესო პრევენცია იმისთვის, რომ მშვიდობა საქართველოში და რეგიონში იყოს სწორედ ხანგრძლივი და მყარი.